კლინიკა მომავლიდან. წარმოიდგინეთ კლინიკა, რომელიც ყოველდღე მოემსახურება 3000 პაციენტს და ეს კლინიკა მთლიანად იქნება აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტით. ანუ კლინიკაში ექიმებად და ექთნებად იმუშავებს რობოტები და არა ადამიანები. დიახ, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ეს იდეა ნამდვილად არსებობს ჩინეთში და შესაძლოა უახლოეს მომავალში იქცეს რეალობად. ჩინეთის უნივერსიტეტში, ჩინგუას უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელ კვლევაშიც ჩართეს 14 ექიმი რობოტი და 4 ექთანი რობოტი. ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მინიმუმამდე შემცირდა ალბათობა პაციენტთა დიაგნოსტირებაში და პაციენტთა მკურნალობაში. ასევე მინდა დავამატო, რომ 2023 წელს ჩატარდა კვლევა კალიფორნიის უნივერსიტეტში, მიმართულება იყო რადიოლოგია და აქაც აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ისეთ ადრეულ სტადიებზე აღმოაჩინოს მეტასტაზები ან სიმსივნური წანაზარდები, რომელსაც საერთოდ ვერ აღიქვამს ადამიანის თვალი. ასევე ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ისეთი პანდემიების წინასწარი პროგნოზირება, როგორიც იყო კორონა პანდემია. გამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს მომავალში ხელოვნური ინტელექტი კლინიკებში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს არც თუ ისე შორს არის ალბათ ჩვენი რეალობიდან.